პოლიცია დაგვამშვიდობა გაფრთხილებით, რომ ხელმეორედ თუ გამეორდება მსგავსი შემთხვევა დაჯარიმდებითო და რომ ვეკითხებოდი რაზე დავჯარიმდებით, რა ბრალი რაში გვედებათ, ხო? მერზე მოგოძახა, რომ არ შეიძლება დახურულ სივრცეში აქციაო, ტელეფონზე ლაპარაკო და ყურადღებას არ მოგაქცია. ნუ უკვე პოლიციის დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ გამოჩნდა მაგ მომენტში. დაცვის უფროსი გველაპარაკებოდა ახლა ჩვენ და ჩვენ ვთხოვეთ, რომ ჩავლებიოთ ახლა ჩვენ ჩავალთ ქვემოთ და მოწამლეთ, რომ ეს მთელი ამბები დასრულდეს, უნივერსიტეტი მოიწამლოს და უბრალოდ ეს ამბავი ჩაიხუროს და არ აკეთებენ ამას და უბრალოდ გვინდა რომ განცხადება გავაკეთოთ ყველგან და ყველა მიცოდეს, რომ მათი მცდელობა არის რომ გაგვაშალონ სხვა სტუდენტებთან, რომლებიც არ არიან გაგუცულები და არ აპროტესტებენ, მათთან მოიტყო, რომ ჩვენ არ ვაძლევთ ამ ყველაფრის საშუალებას, როცა თავიანთი არჩევანი არის და ვიდეოც ჩავწერეთ, რომ დაცვის უფროსი ეუბნებით, რომ ახლა შენით ირჩევ, რომ არ შეწამოთ აკაუნტობა. ჩვენ გაძლევთ საშუალებას და გეუბნებით, რომ ჩავალთ და გავუცვლეთ ამ ყველაფერს. მაგრამ ნუ არ უნდათ რომ წყილებთან ერთად ჩვენს გაგვაყოლონ და ჩვენ ვერ გაგვაყოლებენ წყილებს.